კედელია, გორგასლის დროინდელი კედელი, რომელიც პირველად შემოსაზღვრეს გორგასალის დროს. აქ დაახლოებით 8-10 ფენა არის განადგურებული და აღდგენილი. და აქ იყო ერთ-ერთი აბანო. აი ეს აბანო ცხელწყალზე, ეს არის რომაული სტილის აბანო, მაგრამ რომაული სტილის აბანოებს ყველას აქვს გამათბობელი. რითაც ხდებოდა წყლის გათბობა, მაგრამ აქ ვინაიდან ცხელი წყალია, გათბობა არ საჭიროებს. ყველაზე ძველი ამ შემთხვევაში არის აბანო. მესამე საუკუნის აბანო. ეს ის რესტავრირებულია და აქ არის ხოხბის გამოსახულება ძალიან მკრთალად ჩანს, მაგრამ ძალიან საინტერესო ნივთია. ფერი ფირუზის ფერია დაცული. აქ წარმოდგენილი მასალები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ეს იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი, სადაც თავმოყრილი იყო აი ესეთი საინტერესო თიხის ჭურჭელი. თიხასთან ერთად, რა თქმა უნდა, აღმოჩენილია დიდი რაოდენობის მონეტები, არის დიდი რაოდენობის შედარებით მცირე რაოდენობის მინის ჭურჭელი და რკინა. წელს ჩვენ თბილისის მერიაში შევქმნით არქეოლოგიურ საკითხებზე მომუშავე საბჭო და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 4 გათხრა დაფინანსდა, 4 შესაბამისი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი პროექტი არის ამ ტერიტორიაზე, ვარაუდობ, რომ თბილისობამდე დასრულდეს ერთი ნაწილი აბსამუშავებისა, რათა შემოდგომაზე ის უამრავი ტურისტი, როგორც ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის ჩვენს ქალაქში, მათ შეძლონ ამის დათვალიერება, ნახონ